უჯიშო, უსაქციელო, უხასიათო. არ იცის რომ აყვანილია. არც ის იცის რომ საგვარეულო ნუსხა არ აქვს და არც ის რომ ძაღლების გამოფენები დაიწუნებდნენ. რის. მომე. პირველად რომ შევხვდით რწყილებითა და შიშებით იყო სავსე. რწყილები მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინე. ხელში ავიყვანე და ეგრევე მანქანისკენ წავედი. ვიცოდი, ბევრი რომ მეფიქრა გადავიფიქრებდი. კაცმა არ იცის რის ინაჯვარია, მაგრამ ეჭვი მაქვს თვითონ სამეფო გვარის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს. ალბათ ტახტის დაბრუნებას გეგმავდა, როცა თინეიჯერობაში სახლიდან დღე-გამოშვებით გარბოდა. არ დამითვლია, მაგრამ ერთი 100 ჯერ მაინცაა გაპარული. რა კი სასახლის მაგივრად მხოლოდ ჩემი ბინა ერგო, საკუთრებად ჩაითვალა ყველა ადგილი უბანში თუ მის გარეთ, სადაც ერთხელ მაინც აქვს მიფსმული. მტრად, ყველა ძაღლი, რომელმაც მაგ ადგილებში გავლა დააპირა. რა კი ქუჩაში მაინც და მაინც დიდი ხანი არ გაუტარებია, თვითგადარჩენის ინსტინქტი წესიერად არ განუვითარდა. და რაც უფრო დიდია ძაღლი, მით უფრო ჩაბჟირებით ითხოვს მისგან ტერიტორიის დატოვებას. დრამა ქუინის როლიდან არც სახში გამოდის. სრულ კომფორტშიც რომ იყოს, ეგზისტენციალურ კრიზისში ჩავარდნაზე უარს არასდროს ამბობს. ადამიანის ხმა რომ ქონოდა, ისეთივე ექნებოდა, როგორც პროფესიონალ დამტირებელ ქალებს. ლის. ნუ რა ხდება? всё. ბევრი ვიომე. მე ვცდილობდი ისეთ ძაღლად მეკცია, როგორადაც წარმოვიდგინე პირველად ლისის ტბაზე რომ დავინახე. ის პატრონად, რომელიც მისი აზრით ეკუთვნოდა. ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდა, როცა მივიღეთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ. ერთმანეთის გადაკეთების მცდელობებს შევეშვით. მან სიყვარულის გამოხატვა ისწავლა. მე ამ სიყვარულის დანახვა. და რაც მთავარია, უპირობოდ გაცემა. არ შემოვინახე სიყვარული იმ მომენტისთვის, როცა ისეთი გახდებოდა, როგორც მე მინდოდა. და როცა გარეთ დამამშვიდებელი უირალამაზია თქვენი ძაღლი სულ არ გავს უჯიშოს მესმის, ვწმუნდები, რომ ზოგ ადამიანს მხოლოდ იმიტომ მახვედრებს სამყარო, რომ ზუსტად ვიცოდე, როგორი არ მინდა რომ ვიყო.